პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. როგორი ტიპის პაციენტი ხარ? რო არ მალაპარაკებ ჩემ გადაცემაში მოვედი კოტესთან და ეხა აქ ვილაპარაკებ რასაც მინდა. მაყურებელს ნახდათ აინტერესებს. წვირის ვინერი გავიკეთე ჩამოდი ნახე რა მაგარია. მიეპარე. პირველად, როდესაც მივედი კოსმეტოლოგთან და შევიძინე საცხი, ვიყავი 30 წლის. შეიძლება სულაც არ გაწუხებს, მაგრამ იცი რომ მავნეჩვევა რა არის. თქვი რომ აი ეს არ შეიძლება, უბრალოდ ამაში მე ვცხოვრობდი. კატეგორიულად მაცივარში არასდროს არ არის. 60 დღიანი დიეტები იყო, ესეთი სიკვდილის დიეტები იყო. სამომავლოდ რო დავბერდებით, ამას ვიზამ. ჩვენ ახლა ვერავის ვერ შევეჯიბრებით, აგერ ანჯელინა ჯოლის უღალატეს და ანუ ეგ არ არის არაფრის გარანტი. ზოგი კუნძულებზე მიდის საწყობა, ზოგი ფიქრობს სახეს დაბიჭიმა. მე მგონია რომ ჩემი ასაკი უფრო აი აქ მოვა და აქ უფრო დამეტყობა. კიდე რა გაკეთებული ბოტოქსი? აბა მითხარი რა მაგ. არ ვიცი ჩემი ოჯახისწორება საერთოდ იციან თუ არა. ეგრევე ვიწყებ თამარს იმ გმირის, აი დღემდე. ინფორმაცია ხო არ არის გაჟანვითი? არის უამრავი ჭორი, ყოველჯერზე, აი მაიკლ ჯექსონი რო ცოცხალია და ჩემი ცორის დაქალები რომ შეიძლება გაგრძელდეს. ჩისოდეს გაგრძელება თუ ახალი როლი Netflix-ის სერიალში. აუ დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით პოდკასტის შემდეგი ეპიზოდით პოდკასტ პოინტიდან ძალიან კარგი გარემოა, სადაც იწერება ჩემი და ჩვენი პოდკასტები, ასე რომ რეკომენდაციას უწევ დიდი სიამოვნებით. დღეს ძალიან კარგი სტუმარი მყავს, ჩემი მეგობარი, მსახიობი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ძალიან კარგი, რა ვიცი, პროფესიონალი თავის საქმის პირველ რიგში ასე ვიტყოდი. და ინფლუენსერი, წამყვანი, კაც უკვე იუთუბერი და ასე შემდეგ. მოკლედ ანა ტყებუჩავა დღეს ჩემი სტუმარი. ანა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. პირველ რიგში შენ წარმატებებს გისურვებ შენ პოდკასტში. რამოდენიმეჯერ ჩავრთე და სიამოვნებით მოგისმინეთ კიდევაც და გიყურეთ. მადლობა. წარმატებები. იცი რომ შენი მაყურებელი და გამომწერი ვარ. გაიხარე. რაც მეტი გამოგვიწევთ, უკეთესი იქნება. თავის მოვლაზე ვისაუბრებთ. მაინტერესებს პირველად როდის დაიწყე პრანჭიაობა? რა ასაკიდან იყო ის, როცა სახეზე უკვე დაიწყე რაღაცების წასმა. მე არ ვამბობ ხა თუ საცხი და გაპრანჭი, რაღაცა მოვლის კუთხით. ანუ პირველად, როდესაც მივედი კოსმეტოლოგთან და შევიძინე საცხი, ვიყავი 30 წლის. ოღონდ იქამდე რაღაცები მქონდა. რაღაცა 30 წლის რა? კი, ძალიან გვიან. ოღონდ იქამდე მქონდა ძალიან ისეთი ბრენდებს არ ვიცი, მაგრამ ესეთი გამოგზავნილი ნაჩუქარი, აი უპასუხისგებლოთ უფრო რა და რაღაცებს სულ ვისვამდი, მაგრამ იყო რაღაც ესეთი ძალიან მოდაში ერთ პერიოდს გამომძავლელი ის რო იყო რაღაცა, რომ გინდა თუ არა შეიძინე და რამდენად შეიძენ და ანუ შენ თავში არ ავანდებ თუ რაღაცა მეც მოვხვდი მანდ რა. და რომ მოვხვდი და იქიდან წამოვიდი, ისე მომეშალნებები, რომ მეთქი მართლა რა უთამოყარეობაა თქო, ანუ წავედი რაღაცას ვიყიდი, იმიტომ რომ იქ მივხვდი 300 ლარიანი და მეყიდა და წავალ მეთქი რა ვიცი 150 ლარს მაინც მივცემ ჩემთვის. 30 წლის ასაკში ხდება ეს ყველაფერი? 30 წლის ასაკში ვიყიდე რა, არ ვიცი ხა ბრენდს არ დავასახელებ, ძალიან მიყვარს დღემდე ის ბრენდი. და გახსოვს ის რა იყიდე 30 წლის? კი, მახსოვს, იმიტომ რომ ის საცხი ყოველთვის ხო იცი ის სურნელი წოდნა, ხო თან მომწონს რა და სულ მაქვს ხოლმე რუტინაში მიყვარს. პრეტენზიული ტიპი იყავი საკუთარი თავის მიმართ, ანა? თინეიჯერობის პერიოდში, გარდატეხის დასაწყისში, პრანჭიაობის პერიოდი როცა იყო რა, ესეთი აი რო იცვლები რა, 15-16 წელი და იცვლები მერე და აი ამ დროს ბევრი არის, რომ თვითშეფასებას პრობლემები ემართება ადამიანების, კაპრიზნები ხდებიან, წვალობენ, განიცდიან დეპრესიულ. აი შენ როგორი იყავი ამ პერიოდში? იცი, პრეტენზიული არ ყოფილვარ რა, ძალიან ისეთი ბავშვი ვიყავი რა. კარგი ბავშვი ვიყავი, არ ვიყავი პრეტენზიული თინეიჯერი, მაგრამ ჩემი თავის მიმართ ახლა ესე რომ გეკითხა რომ შენ დაბალი თვითშეფასება გაქვს რო გითხო, მე ვიტყოდი რა, არა მაქვს ნორმალურად. ყველაზე მეტად რას აქცევდი ყურადღებას? ყველაფერს ვაქცევდი ყურადღებას. ჩაცმა? კი. ანუ არ ვიპრანჭებოდი, ანუ ისეთი ასაკი იყო, რომ არავის არ უნდა, ანუ ეგ რა ასაკეთი, არ უნდა მიხვდნენ, რომ შენ იპრანჭები. და ძალიან მინიმალისტურად, ძალიან ბიჭურად, ძალიან casual-ი, აი მე ვიღაცები რომ მომწონდა, ხა ჩემს შულს ვეუბნებდი, ეს ისეთი ასაკია, ძალიან ადვილია დაემსგავსო, თუ ძალიან სპორტული ტანისამოსი კეტი ან რაღაც ისე არ გაცვია და ცოტა კლასიკურად და მოწესრიგებლად გაცმევენ მშობლები და ცოტა შევსებული გოგოები უფრო ადრე ხო ყალიბდებიან და რაღაცა ეს სხეულიც უფრო სხვანაირად ივსება და მაგრამ ძალიან ადვილია დაემსგავსო აი პატარა ქალს, ტანით პატარა ქალს. ეგ არის ძალიან ცუდი, ხო, ეგ არის ძალიან ტეხავს და მე
მე ერთხელ ძალიან მომწონდა ერთი ბიჭი, რომელიც მაშინ არც ვიცოდი რომ მომწონდა. აი რა იცოდი რომ მომწონდა თუ იცოდი რომ. ხო, რაღაც ვიცახი, რაღაცნაირად ის ვიყავი რა, დაბალი შეფასება მქონდა. არა, მომწონდა კი მიყვარდა ხა რასაც ხვდები ძალიან, მაგრამ ის თქმა მინდა რომ მოვინდომე ძალიან გამოპრანჭვა, ოღონდ მოვინდომე რა ცოტათი ისე კლასიკურად თუ იმ დროისთვის ხო, იქამდე რომ რაღაცა მამაკაცების მაისურები მეცვა და რაღაცა მინდოდა რომ ჩემი ფორმები დამემალა ცოტათი არ იმ კი ძალიან მახსოვს ეხლა უბრალოდ გამახსენებ იმიტომ რომ ჩემს შვილს უყვებოდი და აი ამ სტილზე ვქონდა და იმ მშობლებს მინდა ვთხოვო რომ ხშირად ბავშვებს კონცერტები რო აქვთ ხოლმე სადღაც მიდიან და სულ აძალებენ რომ ეხლა უნდა გამოიპრანჭო და ეს გამოპრანჭვა რატოღაც კლასიკურ აი ამ გარდატეხის ასაკში როდესაც უკვე რაღაცა მკერდი ეზრდებათ გოგონებს და უკვე რაღაცა ივსებიან და მრგვალი ფორმები ეძლებათ მათ სხეულს კონტურს ხო კონტური ხო რაღაც სხვანაირი ხდება და ამ დროს პირიქით, რაც უფრო ბავშვურად ჩაიცმევენ, უფრო ბიჭურად თუ უფრო კეტებით, უფრო სპორტულად, უფრო მის ასაკს შეეფერება. თუ არა და ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ უბრალოდ ტანი დაბალი ქალია და ჩვენ ხო და ხო შესაბამისად სხვანაირადაც მოექს. მე მითხრეს, რომ იმ ბიჭმა ვინც მომწონდა, მითხრა, რომ პატარა ქალია ეს მითხრა და ვაიცა მოწვა იქნება. არაფერს არ მოწვა, უბრალოდ რაღაცა დიდი ბანძი კომპლიმენტი მითხრა და ძალიან წარეთ მახსოვს რა. პირველი დიეტა, როდესაც შენ დაიცავი, ეს რა ასაკი იყო თუ გახსოვს? ან რა დიეტა იყო? 60 დღიანი დიეტები იყო, ესეთი სიკვდილის დიეტები იყო, ჯინსებში უნდა ჩაეტიო. სტუდენტობის პერიოდია უფრო? კი, სტუდენტობის პერიოდი არის, ალბათ უფრო და აი ესეთი კვერცხი ღვინო, იყო ეგეთი მოხარშული კვერცხი და ღვინო რა შუაში ყარ ვიცი, კვერცხი გასაგებია ცილა ვთქვათ რაღაცა. ნუ ღვინო ალბათ რაღაცა როგშია და მაინც კაი ხაზიათზე იყო. რო გადაარჩი ალბათ, უდარდელად შიმშეს რო უდარ და საშინელება იყო, მახსოვს რაღაც კიბეზე ვიჯექი, მეორე დღე იყო თუ რაღაცა, ძალიან ცუდად ვიყავი. ან ფიზიკურად ცუდად. კი, ან წამიწელი მეორე დღეს ვარ. პირველი, მაგრამ ის იყო 3 დღე და ანუ ეტყობა რაღაცა არ ვიცი, კუნთის ხარჯზე თუ რა 3 დღეში რა სითხე იცლებოდა ალბათ რა ლიმფა თუ რა ვიცი და ესე და კიდე იყო ძალიან მაგარი დიეტა ვქონდა, ანუ ეს ჯანმრთელობისკენ მიდრეკილება სულ მქონდა, ანუ ეს დანაშაულის გნობა რომ შენ სხეულს რაღაცები არ ავნო, ეს რაღაცა სულ მქონდა რა, თუ ვაკეთებდი ცოტა მეშინა და და მე ჩვენი მეგობრის ბებომ გაიკეთა გულის ოპერაცია და ის მოვიდა, ბებო კი არავის ადარდებდა. იმას დაუნიშნეს დიეტა ოპერაციის წინ, ბებოს. ბებოს, ხო, მოსამზადებელი. ხო, ჭარბწონიანი იყო და იყო რაღაცნაირად წვნიანი, ეგრეთ წოდებული ბოშს რო ეძახიან, ახლა ბევრი კომპოსტორაშიც იყო, მაშინ ყველაფერს ბოშს ვეძახდით და ანუ კომბოსტოს და ბოსტნეულის ნახარში იყო და კომბოსტო ხო რაღაცა ცხიმის წვას იწვევს რაღაცა და ალბათ იმდენი კომბოსტო მაქვს ნაჭამი და თან თერი ამაში მომხიბლება იყო ის რომ რაც უფრო ბევრს ჭამდი, მით უფრო ხდებოდი რა. არ მაგარაზარში. და მაგარი ამ დიეტაზე ვიყავი მთელი სამეგობრო. ციციბურას რო ჭამ მარტო 10 დღე ეგეთ დიეტაზე ამართლებდა ეგ წვალება? არა, რა თქმა უნდა, არ ამართლებდა. ნუ რაღაცას კი იფერთხებოდი, იმიტომ რომ ალბათ გვეზრდებოდა იმის ჭამა, რამდენ შეჭამ. ჭამის მადის დაქვეითებაზე იყო ალბათ, არაფრის ჭამა რო აღარ გიდა რა. ჩაგეწავა. როცა მსახიობობა გადაწყვიტე, შენ იმისაბაძი აქტორი ეს მსახიობი ვინ იყო? ან რაღაცა ეხა ესე არ არის, ხა მეც ეხა იქიმობა რის გამო გადაწყვიტე რომ იქიმი გამختارიყავ ესე არ ხდება, ეგრე არ ხდება, მაგრამ მსახიობობა მაინც უფრო რაღაცნაირი სენსიტიური პროფესიაა რა, ანუ გინდა არ გინდა მსახიობებს ყველა ვუყურებთ, ვიცნობთ, გვიყვარს, ბაძავთ, წამხედურობთ, რაღაცა მათით ინსპირაციას განვისთით. ვინ იყო შენ ინსპირაციის წყარო, როცა შენ მართლა თქვი რომ აი მეც მინდა რომ აი ესე პოპულარული ვიყო, მიყურონ, ეს საქმე ვაკეთო, პოპულარობას რო თავით აანებო. აი მსახიობები შეიძლება საერთოდ არ იყოს ლამაზი მსახიობი ქალი, მაგრამ იყოს ძალიან ნუ მამაკაცის ქალის ხო, რაღაცნაირად მომხიბვლელი იყოს და ძალიან გადამდები იყოს ეს მომხიბლელობა. თან ეხა ხო კარგ როლზე როცა მოგწონს, ეხა ცუდ როლზე არავინ არ მოგწონს, მაგისთვის ხდები ხო. და აი ჩემ დროს აი ჯულია რობერტსი იყო ძალიან მოდაში და ძალიან მომწონდა.
და როგორც კი ეხლა დღემდე ასე ვარ, არ ვიცი ჩემი ოჯახისწორება საერთოდ იციან თუ არა. როგორც კი მარტო შევდივარ ოთახში რაღაცა ფილმს რო უყურებ, ეგრევე ვიწყებ თამაშს იმ გმირის, აი დღემდე. და ბავშვებიც ესე ვიყავენ, როგორც კი რაღაცა ფილმს უყურებდი, მე რომ დამთავრდებოდა გავიდოდი ჩემს ოთახში, ეგრევე ვიწყებდი რაღაცა ის გმირი ვიყავი და აი რაღაცა რა თავისთავად ხდება ხოლმე და ესე იყო ბევრი სხვადასხვა რომი შნაიდერი, ჯულია რობერტსი, ანუ ყველა ის. მე უკვე რაღაცა ბრიტანული სკოლა და რაღაცებში რო გაერკვევი მე ჩვენ სტუდენტობის დროს რაღაცა მოსკოვის თეატრი და რაღაცა ვიღაცა რომელი წლები იყო შენ სტუდენტობა? 2000-იანები. 2000 წელს ჩავაბარე. ხო და მე საბოლოო ჯამში აი ეგეთი საბოლოო ჯამში რას ნიშნავს? ანუ უნდა იყო დღესაც რომ ნახულობ რაღაც ისეთ ფილმებს, სადაც ძალიან საყვარლები არიან, ძალიან ლამაზები არიან ის გმირები, სულ კიდე მიხარია რომ მეც მსახიობი ვარ და შეიძლება. იქ და ყველა შენ გძელდება, ეგ არის. ეგ ხო, კი, ეგ დღემდე გძელდება, ეგ ბავშვური ახაც. არა, დღემდე ვგიჟდები და აუ რანაირად ვიწახი რომ როგორ რანაირად და ეგ ბავშვი უნდა აცოცხლო მთელი ცხოვრება, თორე ისე კარგავს ბუნღავს ცხოვრება. ხო, ნუ ჩვენ რაღაცა მაინც საზოგადოების აზრი მაინც ის არის საკუთარ თავი და საკუთარი ბავშვი და სურვილების რო კვებო ეგოისტობას ნიშნავს და ამ ეგოისტობას ყველა უნდა ვებრძოლო. მაგ ეგოისტობას 40 წელი ზემოთ დავიწყე მიწოლა ეგოისტობის. სამედიცინო გადაცემა მიყავდა რაღაცა პერიოდი, ხო? ძალიან კაი იყო. ხო და აი რომ მიყავდა, ეგ კარგი რო იყო და რომ მიყავდა, ეგ მაშინ შენ სამედიცინო თემებს ეხებოდი და რაღაცებს. იმოქმედა თუ არა აი მაგ კომუნიკაციამ, მაგალითად ჩემი ტელევიზიაში კომუნიკაცია, ხა იქ მიყავ მთელი ცხოვრება, ხო და აღმოჩნდი 12 წლის წინ სულიად სხვა სფეროში და ნუ სულიად ახალი თემა იყო ჩემთვის და ბევრი რამე ვისწავლე. ხო, როგორ კეთდება ტელევიზიაში გადაცემა, ეს ვისწავლე, ხო? ნელა მე არ მიკეთებია შეიძლება არაფერი, მაგრამ ვისწავლე. ესევე შენ სამედიცინო გადაცემაში ბევრ რაღაცას დააკვირდი, მოისმინე, გაიგე, ასე ვთქვათ, ჩართული ამ პროცესებში. ამან რაიმე გამოცდილება მოგიტანა, რომელმაც შენზე რაღაცნაირად იმოქმედა და რაღაცნაირად სხვანაირად შეხედე რაღაც სხვადასხვა თემებს ჯანმრთელობაში. კიდე უფრო მეტად დავაფასე ჯანმრთელი ცხოვრების წესი. კიდევ რაღაცა მითები და ცოტა მოდასავით რო იყო, მივხვდი რომ არ არის ეს მოდა და ნამდვილად ესეა. და რაც ყველაზე მეტად მომწონს, მე ძალიან მაინტერესებს ეს სფერო რა. არასოდეს ექიმი არ ვიქნებოდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და გიждები ამ კითხვების დასმაზე და ეგეთი შანსი რომ მომეცა, თან ხა გიორგი ჩიჩუა პროფესიონალი იყო და იმას ჰქონდა პასუხისმგებლობა, არაფერი არ მქონდა ექიმია. მე უბრალოდ კითხავდა და ამისო და ცოტა ყურადღებით მოგესმინა. ყურადღებით მომესმინა და ეს ინფორმაცია დღემდე მე როგორც პირველ რიგში, როგორც მშობელს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვარ 112 სახლში და არა მხოლოდ მშობელს, ჩემი მეუღლე აბადო არის. რა ეგრე ვარ. კი, და მეც მიყვარს რა ადამიანებზე ზრუნვა და მოვლა და ჩემ პედიატრისგან ხშირად მე მიღია ეგეთი ის რა ქვია. მეუღლე რაზე გაწუხებს ყველაზე ხშირად? აი აბადო არის, მოდი მიშველე და იცის რომ ზუსტად 24 საათი მჭირდება რომ ხო, ფეხზე დავაყენო. ეს კაია, დიდი სტიმულია, სხვადასხვა ოჯახში, როცა ეხლა მე მყავდა ბებია მაგალითად ესე, როდესაც რაღაცა ცუდად ვიყავ სიცხე მქონდა, შელოცვებს მიკითხავდა, მეფერებოდა და ის რაღაცა ორი ტკბილი სიტყვაც კი უკვე გამოჯამრთელების თვალსაზრისით იყო, ხო? კაი უკავშირი იყო, მადლობა ამისთვის რა. შენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გარდა იმისა, რომ გენეტიკური წინასწარ-განწყობები და რაც ჩვენ უფალმა და ასე ვთქვათ, ჩადო ჩვენში, იმიტომ რომ წინაპრებიდან გადმოგვეცა, ამას ჩვენ ვერ შევცვლით. აი რას თulis შენ ყველაზე მნიშვნელოვნად, როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი. იცი მაგაზე ვფიქრობ, აი ჯერ ვერ ხვდები მაგას, გარემო, უბრალოდ აი გარემო, ხო, სუფთა ჰაერს ყველას ვთქვათ, რომ როგორი პროფესიის, რამდენი ხელფასიც არ უნდა გქონდეს და როგორი მის სოფხედველობის არ უნდა ვიყოთ. მენტალური ჯანმრთელობა, აი ალბათ ყველაზე მეტად აი გონებრივად რომ მენტალურად იყოს სწორად, იმიტომ რომ აი ნავლის ბუშტი თუ გაწუხებს და თუნდაც ქრონიკული დაავადება რო გაქვს, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა ვართ, სადაც როდესაც უკვე წამალი დაგვეწევა აქტიურად და ამ ეს ძალიან მალე დამთავრდება, იმიტომ რომ უკვე არის რაღაცა რიგი ისინი იგივე ჭიყვი, რაღაცები აღარ ითვლება ისეთ საშიშად და მაინც თუ ფსიქიკურად და გონებაში გიჭირს, შენ ვერ აიყვან შენ თავს, იმიტომ შეიძლება საერთოდ არაფერი არ გჭირდეს, ხო არის ეგეთი რაღაცაც და შენ გქონდეს ეს აკვიატება და გეგონეს რომ რაღაცა გჭირს და ყველა სპორტვითი აშლილობა აქვს და ყველა უნდა დალიოს წამლები და ამიტომ გონია რომ ალბათ ყველაზე მეტად აი ეს რა მენტალური ჯანმრთელობა, სტრესი არ უნდა იყოს რა, სტრესის გარეშე უნდა იცხოვრო. ზოგადად ჩვენი ფიზიკური სხეული არის 99%-ით განპირობებული მენტალური მდგომარეობით.
ანუ ცვლილებებისკენ განპირობები, რომ ჩვენი ტვინი როგორც მოქმედებს ფსიქოსომატური მდგომარეობები ქვია ამას, ხო? ისევე რეაგირებს ჩვენი სხეული, ის დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, ცალკე ასე ვთქვათ, სისტემაა, მაგრამ ეს საოპერაციო სისტემა ძალიან ბევრ რამეს განაგებს. ამიტომ მენტალური ჯანმრთელობა დღესდღეობით საქართველოში საბედნიეროდ ამ თემებზე ნელ-ნელა უფრო და უფრო თამამი და ღია საუბრები დგება, როდესაც ეს წესრიგშია, მაშინ ნებისმიერ რამეს დროზე აღმოაჩენ, იმიტომ რომ აკვირდები სხეულს. და როცა აკვირდები, მაგარია, ხო? ოღონდ შენ წესრიგში უნდა გქონდეს და იმ ექიმსაც ვისწავლე. ხო, ნუ ეხა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ორხრივი უნდა იყოს ეგ. კარგი, ყველაზე ისეთი მავნეჩვევა, რაც ანას აწუხებს თვითონ, ან შეიძლება სულაც არ გაწუხებს, მაგრამ იცი რომ მავნეჩვევა რა არის. სიგარეტი. ეწევი? არ ვეწევი, მაგრამ ძალიან ხშირად ვეწეოდი და ძალიან ფრთხილად ვარ ამასთან. ანუ ხალხი რო გადის და ეწევიან, აი როგორც ყოფილი ნარკოდამოკიდებულები, ძალიან საშიში, მე ძალიან მიყვარს სიგარეტი. მოიცა, თუ არ ეწევი, რა. ხო, მაგრამ აი ძალიან ბევრჯერ დავანებე თავი, რაღაცა პერიოდი 5 წელი დავანებე, მე კიდე დიდხანს. ეხლა საერთოდ აღარც ვითვლი იმდენი ხანი არ ვეწევი, ნუ თავისთავად ლაქტაციის დროს და ორსულობის დროსაც დავანებე. და მე ანუ უბრალოდ კიდე და ეხლა საერთოდ არ მახსოვს. მაგრამ შეიძლება მოხვდე ისეთ გარემოში, რომ აი ერთი წკაპ არის ტვინში და ზუსტად ვიცი, რომ შეიძლება ეხლა არ მოვწევ, მაგრამ ორ კვირაში მოვწევ და აუცილებლად აი ვერ გაუმკლავდები. ნუ არ მოწევას გისურვებ პირველ რიგში. მადლობა, ხო, ძალიან აკონტროლო რა. ჩვენ ჭხილებს ვიჭამდი. კვება იდეალურად. ჭხილებს ატოიჭამდი ბავშვობაში ვიჭამდი და დღემდე ხანდახან რომ დავიწყებ ხომენერულობას. ემოციურია ეგეც. ხო, მაგიც მუშაობის თემაა. კარგი, კვება? კვება არა, კვება ჯანკ ფუდი გიყვარს? არა. არა, ვის არ უყვარს, ძალიან მიყვარს ჩიპსის ბურგერიც, მაგრამ არა. მავნებლურად არ იყენებ. მავნებლურად კი არა, ძალიან იშვიათად. ღვინო მიყვარს ძალიან. ალკოჰოლიზმისკენ ხო არ ახარ მიდრეკილი რომ სულ ყოველთვის გაგირბოდეს ხელი. ძალიან აი ამ ბოლო დროს ხვდები რომ აი თეთრი, წითელი, ხანდახან 1-2 ჭიქა ძალიან კარგია და ის რო არის ხო იცი და ერთი ჭიქა ღვინოს ადილზე ძალიან ჯანმრთელობა და სისხლის მიმოქცევისთვის კი არ არის ჩემი აზრით კარგად. ანუ უბრალოდ ხო, სტრესს ხსნის. რაღაცებს იკიდებ და კარგად ხარ თავისთავად და ჩვენ ძალიან დაჭიმული და ემოციურიერი ვართ ეთყობა და ამიტომაც ღვინო იმიტომ არის ყველაზე ძირძველი გამოგონება ჩვენთვის. ალბათ ეგა მიხვდნენ, კი. 8000 წელი კი ბატონო, ხო და კარგი, როგორი ტიპის პაციენტი ხარ? ჯვარი ეწეროს პაციენტად არა, გიქონდა ბუნებრივია და მოეთვა გაშოროს პაციენტის ამპულაში ყოფნა, მაგრამ როცა კი ყოფილ ხარ მაგალითად, თუნდაც მინიმალური პრობლემით. მე მყავს პაციენტები დღესდღეობით, მაგალითად, მომრავლდნენ ასეთები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომრავლდნენ, რომლებიც ინფორმირებულები არიან თავის ჭკუით. ანუ ინფორმირებულია თავის ჭკუით იცის ყველაფერი, chat GPT-სთან ნასაუბრები აქვს, ღრმა საუბრებშიც არის შესული, და პოლემიკაც გამართული აქვს და პრაქტიკულად მზადმოდის იმისთვის, რომ რაც თვითონ უნდა ის უბრალოდ შენ უნდა შეუსრულო რა. ხელობა სჭირდება. ხო, უბრალოდ შეუსრულო, ერთხელ უთხარი კიდევაც პაციენტს, რომ ბარემ გააკეთებინე. შენ თუ ეს იცი და ამას ყველაფერს მე მასწავლი როგორც ჯობს შენთვის, ბარემ დარეკე chat GPT მოვა სახში და გაგიკეთებს. ნუ კარგი ეს იუმორია, მაგრამ მეორე კასტა პაციენტების, რომლებიც სრულად ენდობიან ექიმს რა, თუ მიდიან ექიმის სიტყვა, ღმერთის სიტყვა და მე ვენდობი. შენ მაინც კვლევების მომხრე ხარ, თვით შემეცნების მომხრე ხარ თუ პროფესიონალთან როცა ხვდები, ფიქრობ რომ ნუ პროფესიონალს უნდა ენდო. კი, გასაგებია, თვალდაყუჭული არა, მაგრამ უნდა ენდო. კი, მე ეგეთი ვარ, რომ ანუ ყოველთვის როდესაც რაღაცა მნიშვნელოვან დროს ექიმი დამჭირვებია, ყოველთვის მას ვიძახი, რომ აი ეს იყოს სწორი ნაბიჯი, სწორ გზაზე დავდგე და ეგ არის პირველ რიგში კარგი ექიმთან მოხვედრა, რომელიც გაგიგებს შენს კონკრეტულ პრობლემას აღმოაჩენს. რაღაცნაირად მიხვდება რა გჭირს და რა დახმარება გჭირდება რა. ენდობი? და ვენდობი ბოლომდე. თუმცა იქამდე მაინც ის დაგუგვა და რაღაცებს როგორ თავს რო იგიჟებენ, ეგრე არ შვები, იმიტომ რომ იქ უამრავი უკვე ჩვენებები არის ზოგჯერ და ის არის. მაგრამ რაღაცნაირად დროში რო ბევრი რაღაცა მოვასწრო, ვცდილობ რომ რაზეც დაახლოებით შეიძლება მითხრას, ინფორმირებული ვიყო და არ იყოს ჩემთვის ძალიან უცხო ის სიტყვები რა. მომზადებული ხარ როგორც ნორმალურია, ეს ნორმალურია. იმიტომ რომ იქამდე ყველას ვეკითხები, ვინც იქამდე იყო და როგორც ხდება კიდე ხა კარგი ექიმს ხო ვურჩებთ, ეს არის არნიშნავს რომ პოპულარული უნდა იყოს აუცილებლად, ვინც ყოფილა და ეს ჩემთვის რომ იმას რომ ვენდობი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, აი განცდა მაქვს რომ აი უკვე 70% გავიმარჯვე იმაზე და ამიტომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ აი ექიმა იმედი არ უნდა გაგიცნოს. მადლობა.
და კიდევ ერთ დავამატებ შენის ნებართვით, რომ როდესაც მაგალითად მე როგორც ექიმი და მithumetes მე მიყვარს ბოლომდე დახარჯვა პაციენტებთან, მიუხედავად იმისა, რამდენ ზღებულობ დღეში ბოლო წუთამდე და ბოლო წამამდე ვიხარჯები, რომ ადამიანი გავიდეს კმაყოფილი არა მარტო პროცედურით და წარმოებული თქვათ ჩარევით, არამედ თუნდაც კომუნიკაციით, ინფორმირებულობის დონეზე და ძალიან მაგრად ასწორებს, როცა ინფორმირებული პაციენტი გიზის წინ. ინფორმირებული არ ნიშნავს, რომ შენ თავს დაგესხას და რაღაცა ჭკუა დაგარიგოს, მაგრამ როცა უკავშირი ადეკვატურია, ეს არის ბრწყინვალე დუეტი მაგ შემთხვევაში და შედეგიც ყოველთვის უფრო კარგია ხოლმე. კარგი, წლების წინ ქვედა კიდურზე ქონდა შენ პრობლემა, ერთხელ მეც ქონია მაგასთან რაღაცა ეს რა იყო მაგაზეც თუ შეიძლება ორი სიტყვას გითხრა, რადგან ვეხებით ან ასე ჯანმრთელობის გარშემო. ესე იგი, ჩემმა დეიდაშვილმა გაიკეთა რაღაცა ცხვირის ოპერაცია და მოვიდა და მეც მოვყევი და რახან მოვყევი მე რაღაცნაირად ვიკითხე მეთქი თუ შეიძლება თქო და 6 წლის ვიყავი რომ რა სადღაც ავდიოდი ლექსებს ვამბობდი და ჩამოვახიე ფეხი ჟეშტს რომელიც ოზურგეთში გამიკერა ზურა მახსოვს რომ სახელი ერქვა იმ კაცს და ძალიან ცუდად მახსოვს ოზურგეთელი ზურა ექიმი ზურა ქირურგი და მოკლედ დამიჩირქდა და მე როგორც ხდება ესე რაღაც საგვარეულოს რაღაცა ბებიების რაღაცა მალამოებით ესე შემიხორცეს და ესეთ ღია ჭრილობა არის ანუ ესეთ ზოლი კი არ არის ცოტა უფრო ესეთია რა ნაციბური კი ბატონო 7 ნაკერი მათაც მახსოვს ბავშვობიდან რამდენი ნაკერი და 7 ნაკერდეს და არასოდეს არ მაწუხებდა მაგრამ მე რო წამოვიზარდე ვიღაცება შეინიშნეს უკვე პრანჭვას რო იწყებ რა და ცოტათი ვერ ხვდები და ხო ცოტათი არ მესიამოვნდა ხო რა ვიცი არაფერი არ არის თქო და არაფერი ისეთი არ უთქვამს მაგრამ მსახიობი ხარ იქ ფეხებს იღებენ გოგორო ხარ მოკლე დაცვია ხო ესე და მეთქი ხوار მივხედო იმიტომ რომ მგონია რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ ხო პლასტიკაში რომ ჩემი ნაციბური რა ხო მაგრამ მე მგონია რომ ზუსტად იმიტომ რომ ეს იმდენად უმნიშვნელო არის ამაზე არ ღირდა ის უარით გამომის შემთხვევაში რა გინდა წადი ფენივად არაფერი პრობლემა არ არის წადი აქედან არ არის ეს საოპერაციო სორია როცა არ არის საოპერაციო ბევრ სამე ადამიანს გონია რომ რაღაც არის მაგრამ სინამდვილეში თურმე არც ისეთი პრობლემა არ არის და არც ისეთი ჩარევა არაფერი არ ჭირდება რაც ნაკლებს ჩავერევით კი ცხოვრობთ 42 წელი აქ რამ ცხოვრობ ამასთან კარგი უცებ წარვადგინოთ ჩვენი წყალიმთის ტაგის ხამ ეს არის წყალიმთის ბრომატის გარეშე მინერალიზებული გაზირებული კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას არც თუ ისე უკვე ახალი თუმცა მაინც ახალი პროდუქტი შევივსოთ ჯანმრთელობას მივხედოთ დავლიოთ წყალი ასევე ეს თუ წაგართვევ კიდევ ანა თუ შეიძლება მაყურებელს შევახსენებ ჩვენს სპონსორებს აჰავა წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას და ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში შესანიშნავ გარემოში ეწვიეთ ჩაიწერეთ და მოკლედ კაი ამბავი აქვს ყველანაირად ანა მოდი გავაგრძელოთ და იმ გამოსილებებზე მომიყევი რაც შენ გარეგნობის ცვლილებებს ეხება ანუ თუ არა რაიმე გამოცდილება მიღებული საკუთარი გარეგნობის ცვლილებასთან მიმართებაში ეს შეიძლება იყოს ოპერაცია შეიძლება იყოს ჩარევა შეიძლება იყოს ბოტოქსის პროცედურა თუ რა და რა მე რო გითხრა არ მაინტერესებს იმიტომ რომ ხედავ შესანიშნავად გამოიყურები მაგრამ მაყურებელს ნახდათ მაინტერესებს მაყურებელს პირველ რიგში რასაც ვიტყვი არის ის რომ თქვენ თავთან იყავით გულწრფელები ნურავის ნუ დაუჯერებთ გარდა იმ ექიმისა ვისაც მიხვალთ და მე მგონია რომ ქალს ეს უნდა ესმოდეს ეს რაღაცა ერთგვარი რაღაც ქალის კულტურის ნაწილია არა მარტო ქალის კი ბატონო მე ქალი ვარ ქალზე ვიტყვი კაცზე შენ ხო კი გეთახმები ხო კი ბატონო თუმცა კაცების შემთხვევაში ბოტოქსი უფრო მე მგონი საფრთხილოა ვიდრე ქალების შემთხვევაში იმიტომ რომ ქალებში მაინც რაღაც არსებობს ეს კრედოები ქალებში ამ ჭარ ბოტოქს მივეჩვიეთ არ მოგვიწევს მაგრამ მივეჩვიეთ კაცებში საერთოდ სულელურად გამოიხურება ეს ყველაფერი თუ სწორად კეთდება არ იქნება რა თქმა უნდა ხო ამას ვთქვი ბალანსი უმნიშვნელოვანესი ეხლა ჩემთვის როგორც მსახიობისთვის და როგორც ქალისთვის რა არის მნიშვნელოვანი ის კი არა რომ არავინ არ შემატყოს რა მიკეთია თუ რაღაცა არ არის შემატყოს არა მაქვს პრობლემა თავარია მე არ შემიცვალოს მაგალითად ჩემთვის მნიშვნელოვანია მზერა აი ჩემი მზერა რომ ვიღიმი არ ჩანდა შეშუპებული რაც იცის ხოლმე ბოტოქს მაგრამ არ ვიცი რები არის მაგრამ
ეცვლებათ მზერა, იმაზე აღარ ვამბობ, რომ თქვათ ყველას ერთნაირი თვალი უნდა, ერთნაირი წარბი და ერთნაირი ტუჩი, ეს მათი არჩევანია, რა სისულელეა, ძალიან ლამაზი გოგოები არიან. თუმცა მე გული მწყდება ხოლმე, რომ ანუ ლამაზი გოგო ისედაც იმდენ ჩარებას აკეთებს, რომ მე ვფიქრობ, რომ ამის დამსახურება არის. არა და თვითონ თავისებურად ძალიან ლამაზია. ჩვენ ახლა ვერავის ვერ შევეჯიბრებით, აგერ ანჯელინა ჯოლის უღალატეს და ანუ ეგ არ არის არაფრის გარანტი. ჩემთვის მთავარი არ იყოს ხოლმე მოდუნებული კანი უსიცოცხლო, არაერთგვაროვანი. პირველი ბოტოქსი გავიკეთე 6 თვის წინ. ეხლა? კი. და 42 წლის ასაკში მე და ჩემი სადაქალო, ეს ხელ ჩაკიდებულები, ყველა როგორ აი სულელები ნერვიულობდით. მე მგონი საერთოდ არ მიიღო ჩემზე დაჭიბულები ვიყავ. და იმდენი გავიკეთეთ, რომ ის გოგო საერთოდ მოკვდა სიცილით, ძალიან მიყვარს, მაგას მოვიკითხავ აქედან და ოღონდ ძალიან ფრთხილად. და მე მქონდა პაუზა ხა როგორც მსახიობს, რაღაც პაუზა მაგ თავს უფლება მივეცილეს, ხო? ცადო. არის საერთოდ ის რომ მსახიობისთვის ის არის ძალიან უნდა გემორჩილებოდეს, მაგრამ მე ძალიან მიმიკური სახე მაქვს. გარდა იმისა, რომ ჩემი წარბები სულ ხტუნაობენ, აღმოჩნდა ცხვირიც მოძრაობს, როცა ვაპარაკობ ნიკაპით და პირველად როცა მითხეს რომ აი აქო გაგიკეთება ბოტოქსს თუ რა ცხვირმა არ იმოძრაოსო გული გამიხდა მეთქი რასა მე ვიცი ბოტოქსი მაქსიმუმ აქ იმიტომ რომ ვიბღვირები ჩემ ბავშვებს გული უსკდება და მეც ჩემ თავს თუ მოვკარით ის არკეში მეც ვისკდება და ამიტომ ეს მინდოდა რომ ცოტათი დამშვიდე მეც დამშვიდებული რაც მიიღე კიდევაც შეგვიძლია კი თუმცა ძალიან გამიჭირდა ვერ ვიტყოდი რომ პირველივე თაზე მივიღე ჩემს გარშემო დაქალებს აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეს არის ყველაზე სუფთა და წმინდა აზრი და უნდა ენდო აუცილებლად ის მათ ჭეშმარიტი დაქალები არიან კი ჭეშმარიტი უკვე ხო კი რა თქმა უნდა ღმერთმა დაგვიფაროს არის ჭეშმარიტი დაქალი და ჩემთვის კამერაში რომ ვიხედებოდი მე მივხვდი რომ ცოტათი აი აქ ამ ადგილას შეშუპებული ვიყავ პროცედურის მერე it's okay სანამ ეს დადგა ცოტა სიმძიმე მე რაღაც აი მე ცოტა სხვა ვცადე სხვა პრეპარატი უფრო სხვა გადანაწილები. არა. ბოდიში პირველად გავიკეთე 14 ოქტომბერი იყო და მე გავიკეთე 14 თებერვალს თუ არ ვიცი, აი ორჯერ. მაშინ იყო რაღაცა ესეთი საცდელი, რაღაცა შუბლის ზონაზე და მე მიეპარე, ანუ მიეპარე. იმიტომ რომ ძალიან მალე დამჭირდება ალბათ, რომ შევინარჩუნო რაღაცნაირად სახე რა. კიდე რა გაკეთებული ბოტოქსის გარდა? არ ვიცი, შეიძლება ბიორევიტალიზაცია გაკეთებული. კი, ბიორევიტალიზაცია. დიდი ხანი არ გაკეთებული. ბიორევიტალიზაცია ძალიან კარგია, მე როგორც წარმომიდგენია. პირველად 3 რო გავიკეთე, მერე დამეთყო. მეტნაკლებად კარგი კანი მაქვს. რასაც კომპლიმენტს მეუბნებიან ხოლმე. წყალსაცვა მუდმივად ვიყენებ რაღაცა დამატენიანებელ საშუალებებს, ნიღბებს, ხშირად ვიკეთებ მასაჟებს. ზისგან იცავ თავს? ზისგანაც ვიცავ. ბოლო პერიოდი. იცი, მაქვს რაღაცა 20%-იანი და 30%-იანი ფლუიდი, უფრო რომელიც ცოტა ფარავს ხოლმე და ამით ესე რა, უფრო ყველა დრო რომ მოიგო, თამზეს ზამთარში და ზაფხულში აუცილებლად კი. გეგმები, ნახე, ანუ მივხვდი და გავიგეთ, უბრალოდ მე რას მივხვდი, შენ თვითონ გითხარი, რომ ბოტულ თერაპია ერთ-ერთი პროცედურა, რომელიც over 40 შენ ჩართევ, ანუ 40 წელს გადააბიჯე და მიმართე ამ პროცედურას. ძალიან კარგი მე ყოველთვის მივესალმები ადამიანის თავის მოულის საშუალებებს, როცა კი არის ჯანსაღად და პროფესიონალთან ეს გამოყენებული. ამაზე ეკონომია არ უნდა გააკეთო და რაღაცა სილამაზის სალონებში არ უნდა მიხვიდე ინექციებისთვის, არასოდეს მე ძალიან ცუდი რაღაცები მაქვს ნანახი. წარმოიდგინე მე რა მოხდა. ხო, მაგას რაღაც წარ. კარგი, ეს ერთი. გავიგეთ ასევე რომ სახის კანის დატანებას მიმართავ. ქირურგიული ჩარევებისთვის თუ მიგიმართავს ცვლილებებიდან გამომდინარე. მე არ ვაღვხო სხვა რაღაცებს, მაგრამ არა, მიფიქრია რაღაცებზე ხშირად მიფიქრ. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე არასოდეს არ მქონია ვიწრო წელი და ჩემთვის პირველ რიგში ქალი, რომელიც არის სექსუალური ქალი, ვიწრო წელი და რაღაცა ეს მომწონს ყოველთვის ის რაღაცა ვიწრო წელიანი ქალები მომწონს. ოდრი. ხო, ნუ ოდრი ისეთი გამოხდარი იყო რომ რა ვიცი. და პლუს ვიწრო წელი ქონდა. კიდე პლუს ხო, როგორი და არ მიფიქრია, თუმცა არც ვფიქრობ, რომ ჯერ გვიანია თუ როდესმე მომინდება, დავფიქრდე, მაგრამ ამჯერაც მithქვამს, ყველას უთქვამს, რომ ამ სისულელეა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა შეიძლება 2 კილოზე იყოს საუბარი, რომ შენ თქვათ ამ სურვილს მიაღწიო და ნუ პროდ არის ხო, ზონაში კლებით უფრო მარტივად ახცევ ვიდრე ქირურგიული ჩარევით. მომავლის გეგმებში თქვათ თუ გაქვთ ესეთი ნაფიქრი, რომ ყველა ჩვენ რაღაცა ოხერი ფიქრები გვაწუხებს, ხო? სამომავლოდ რომ დავბერდებით, ამას ვიზამ ზოგი კუნძულებზე მიდის საცხოვრებლად, ზოგი ფიქრობს სახეს დაბიჭიმავ.
ხო? ანუ გაქვს თუ არა ესეთი განწყობა, რომ თუ კი ამის საჭიროება გახდა, შენ საოპერაციო მაგიდაზე დაწვევი და თქვა რაღაცა მცირედ მოვლის კორექციებს შეიტანს. კი, მაქვს. ჯერ ველოდებით ჩემს გებს მე საერთოდ ცოტა ესეთი აკვირდები. ხილი ვარ, ხო, ვაკვირდები. ხო, ჩემი ასაკის გოგოები ხო წამოიზრდებიან, ვიღაცები უფრო თამამები არიან. და უკვე ჩემს გარშემო ბევრს აინტერესებს ცოტა უფროსი მეგობრებიც ყავს და მათაც აინტერესებს და მეც ვაკვირდები ვიღაცები, ვინც იკეთებენ, მათ შორის შენთანაც, ხვებთანაც, სულ ინფლუენსერებსაც, ცნობილ სახელებს, არაცნობილსაც და ვფიქრობ, რომ კი შეიძლება ბევრი ინექციოდ კი არ დავტვირთო ჩემი თავი, რაღაც ასაკში მივხვდე, რომ ხო, აი რაღაცა თქვა შეიძლება რაღაცა აქ თუ აქ რა ვიცი რა. მე მგონია, რომ ჩემი ასაკი უფრო აი აქ მოვა და აქ უფრო დამეტყობა. აი ესე მგონია. კარგი, მადლობა და პასუხისთვის. შეიძლება ხო, მე აი რაღაცა აი აქ გავიკეთო. ნუ ფაქტია, რომ 50-ის ზევით. აი 100%-ით ფაქტია, რომ ეხლა მე შენ როგორც პაციენტს ასე არ განგიხილავ, მაგრამ მარტივად როცა ვაფასებ და შეფასებასაც არ ვახდენ, უბრალოდ გიყურებ ფანტასტიკურად გამოიყურები კიდევ ერთხელ დაგიდასტურებ და განაგრძე ამ ფარგლებში თავის მოვლა. პირველად რაც იყო, რომ გავხდი რაღაცა ასაკის მერე ძალიან გავხდი და ჩემი ცხვირი ჩავარდა თუ ჩამოვიდა ნელ-ნელა კაინ თუ რა იყო და ძალიან არ მომწაი. ხვდები აი აქ არის არ მქონდა ცარიელი რა, თითქოს კეხივით გაჩნდა. და ალბათ 5 წელი ვფიქრობდი ცხვირის ფილერზე და იმდენი ძალიან საყვარელი კოსმეტოლოგი, ერთი კოსმეტოლოგი ყავს, რომელიც ინექციებს არაკეთებს და მეგობრობ და მეორე კოსმეტოლოგი ყავს, რომელიც სხვა რაღაცებს აკეთებს და ინექციებსაც რა. და ორივესთან დავდივარ. თუმცა ცხვირის ფილერს არც ერთი არაკეთებს და ვიყავი ერთ-ერთ ცნობილ ძალიან კარგ ქალთან, მაია მამალაძესთან და კონსულტაციაზე ვიყავი. და ეს რა არისო? ამას რაღაცა 0.5 მე დღემდე არ მესმის, 0.5-იც ეყოფაო თუ რაღაცა და შემივსოდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ქვევიდან ამ იმის რა ქვია, მობილურის იმაში, დროში პირველი სართულიდან მეცახდი ჩემ მეგობარს, რომ ცხვირის ფილერი გავიკეთე, ჩამოდი ნახე რა მაგარია თქო და ძალიან მომეწონა, კი. ხო, აი მე მესმის ხოლმე მინახავს ცუდი გაკეთებული. საშინელებაა და აი სულ ვამბობ, რომ ამბობენ ხოლმე, მე არ ვარ კარგი მრჩეველი, ერთ-ერთი რაც ყველას მინდა ვურჩიო, რომ არასოდეს არ გააკეთოთ ამაზე ეკონომია, ანუ არ არსებობს რა. ხო, არ არსებობს. 100%. კი, აუცილებლად. შენი გადმოსახედიდან და გემოვნებიდან, გემოვნებიანი ხარ ფაქტია. ესეთი ვერ იქნები, ხო? ეს არ არის მარტო ჩაცმა დახურვაზე არ საუბრობს აქ ადამიანი, როცა თუნდაც ფილმში მონაწილეობს მსახიობი, თუნდაც ერთი თვალით მიხვდები ის ადამიანი, არის თუ არა გემოვნებიანი და ასეთი ხარ. იმიტომაც უყვარ ხარ შენ ადამიანებს, ხო? და მეორე, რომ რა ამ გემოვნებიან ადამიანს რა არ მოგწონს. როცა სხვაში ხედავ, წეგან ახსენე და ეს ფაქტია, რომ ბევრი გოგონა მოდის ჩემთანაც მათ შორის და მეუბნება ულამაზესი, აი არ ვიცი, კალმით ნახატნი არიან ხოლმე რა, რომ აი საოცრება რა, რომ აი მერთმა თავზე დაასხა ეს სილამაზე და რაღაც ისეთს გეტყვიან, რომ შეიძლება ჭკვიდან გადადგე. და მე მიწევს ამას ბუნებრივია, ვიმჩნევ თუ არ ვიმჩნევ ეს სხვა თემა, მაგრამ მიწევს ახსნა, რომ არავნო თავს, იმიტომ რომ ამის ახსნას სამწუხაროდ ბევრი არაკეთებს და უკეთებენ ამ რაღაცებს. აი ამ რაღაცებს უკეთებენ ვახსენე, ხო? რა გვხდება ყველაზე ძალიან თვალში დღეს საქართველოში შენ. რაც არ მოგწონს, აი რაც გული წყდება რა. ტუჩი პროფილში არის ისეთი, აი პროფილში რო ტუჩი ჩანს, რომ აი საშინელება არის. ეს არის ყველაზე დიდი უგემოვნება. არ ვიცი, ეს ქართველებს ეს არ ვიცი, საიდან შემოვიდა, ვინ შემოიტანა, რა კულტურამ შემოიტანა, ხარ მინდა რაღაცა ისინი ქვეყნები დავასახე. ძალიან ცუდი არის, ძალიან უგემოვნოა და რო გელაპარაკება ლამაზი გოგო, ჯერ იქამდე გელაპარაკება ვიღაცის ტუჩები, რომელიც რაღაცა მოძრაობს, რომელიც საერთოდ არ გავს ტუჩებს. მე ერთ რამეს ვიტყვი აქ ჩემ პროფესიული რჩევებით, არ ზუსტ არ მიყვარს ადამიანების დაღლა, თუ იმეს არ მეინტერესებს, მეკითხებიან, მაგრამ ტუჩის მოცულობის შევსება, შენც რო იცოდე, არანაირად არ გულისხმობს ამ ტიპის ტუჩის ფორმის მიღებას. ანუ ეს ტუჩის მოცულობა შევავსე და ასე ავტომატურად გამოვიდა, ეს ასე არ ხდება. ეს უნდა მოინდომოს იმ სპეციალისტმა, რომ გააკეთოს ეს, რაც ასე სამწუხაროდ შეიძლება მას, ვისაც ამას უკეთებენ, ეს ძალიან მოსწონს, მაგრამ
ბუნებრივ პარამეტრებს ასე ვთქვათ სცდება და ზუსტად ამიტომაც თვალს ესე მტკივნეულად ხვდება რა ლექსივით გამომივიდა. კარგი. ეგრე უთხრა ხოლმე. მაგაზე რამდენს წვალობთ რომ აუხსნათ. შენი აზრით ქალები მაგას კაცებისთვის აკეთებენ, კაცების შესამჩნევად და სანახად რომ მამაკაც მოეწონოს თუ იცი რა რაღაცნაირად ეს არასწორი ტრენდია რომ წარმატებულობის ნიშანია რომ მე შემდგარი ვარ მე შემიძლია ტუჩი გავიკეთო აი მე პროცედურებს ვიკეთებ ვიტარებ მაგ საშუალება რომ თავს მივხედო ეს ერთია რომ მე მაქვს საშუალება თავს მივხედო იმიტომ რომ ეს ფუფუნების საგნები როგორც კარგი მანქანა მყავს რაღაცა ვილა მაგ სახლში ისა სახლი დიდი და რაღაცეები და მე აი თან მე აი ნახე აი მე შემიძლია თავს ეს ერთი მეორე წამხედურობა და შედარებით გაცნობიერებულობის დეფიციტი რა ვერაცნობიერებს ძირითადად ადამიანი რას აკეთებს მე კიდე ინფორმირებულობის დეფიციტი მე პროფესიონალური ეთიკის თემა არის კიდე ჩართული როდესაც ახლა ვერ მოთხოვ რიგით კოსმეტოლოგს რომელსაც არ აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება და ფილოსოფია არ აქვს სამედიცინო აქ არ უდევს ის შინაგანი არა იმიტომ რომ ცუდიან კარგია ყველა ადამიანი კარგია უპირობოდ მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს რის გამოც სხვანაირად უნდა შეხედოს ადამიანს და გაითვალისწინოს ეს ყველაფერი ეს არის მე ტრენდულია იყო უпростоრეთ ეს რაღაცა გადავსებული ტუჩები დღეს მსოფლიოში ამასინადაც ვამბობდი ერთ-ერთ სტუმართან გაჩნდა ესეთი ტერმინი პროვინციონალიზმი მედიცინაში ესთეტიკურ მედიცინაში ანუ ეს არის გადაჭარბებულად რაღაც პროცედურების გამოყენება და პრინციპში მთელი მსოფლიოს ცივილური მსოფლიო თანამედროვე მიხვდა რომ ზედმეტობა არ ვარგა და მაქსიმალურად ნატურალიზმი, ბუნებრიობა, მინიმალიზმი, მინიმალური ჩარევები ყოველთვის უფრო მისასალმებელია და ალბათ ეს ასეც დარჩება თუ რაღაცა გადატრიალება არ მოხდა რევოლუციური ამ მიმართულებებში, რომ ბუნებრიობა არის მისასალმებელი, რაზედაც ახლა შენ საუბრობ. შეიძლება ბუნებრივად შენ არ სულ შენ წამს რაღაცა, აი თუნდაც ესეთი ცხვირი გაქვს, ან ესეთი წარბი გაქვს, ან ესეთი ტუჩი გაქვს და რა შეიძლება ეს ვთქვათ კვეთრის სხვაობა დაარბილოს, შეარბილოს, აი მისაღები იყოს, ხო? აი ეს ფილერიც მაშინ ის მომენტი იყო 005 იყო თუ რაღაცა, ერთი ბეწო, რომელიც კეთდება აქ რაღაცა, ეს მაშინ როგორც მაიამ გამიკეთე და აი უმნიშვნელო რაღაც როგორც ფსიქოლოგია ისე არის. იგივე უმნიშვნელო უსაფრთხოებასთან ასოცირდება თან. რა თქმა უნდა, ხო. რა თქმა უნდა, ყველაფერი. ამიტომ მაინც მართალი ხარ შენ გემოვნების საკითხია რა. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გემოვნების საკითხია კი. სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც არიან ისეთები იყვნენ, მაგრამ ვიმუშაოთ ამ თემებზე, ყველამ როგორც ჯანმრთელობის ნებისმიერ სფეროზე ვიმუშაოთ. მამაკაცებმა ბევრი კომპლიმენტი უთხრა. მე არ მინახავს მამაკაცი, რომელსაც ყოველთვის ამბობენ, რომ ნაკლებად მეიქაფიანი, ნაკლებად რაღაციანი, ხო, უფრო ის არის, მიმზიდველია. იმიტომ რომ უფრო ბუნებრივია და უფრო რეალურია. რეალობა სიმართლე და ჭეშმარიტება ადამიანებს გვიზიდავს. ეს ბუნებრივია და სიცრუეს ჩვენ ყოველთვის ადრე თუ გვიან აღმოვაჩენთ ხოლმე, ხო? ეს სინამდვილეში ეგდევს, ხო? ჩემი ცოლის დაქალები ძალიან მაგარი სერიალი იყო და არის, ხო? რაღაცა ასე ვთქვათ დიდი მონსტრი იყო ქართულ კინოინდუსტრიაში ესეთი სერიალის სახით, რომელმაც თავის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მსახიობების შერჩევა, სცენარი, რავი, მე ხა აღარ ჩამოვთვლი. ძალიან კარგი დატოვა ისტორია რა და დღემდე ეს აქტუალურია, ხო? ნინას პროტოტიპი ვინ იყო? ვისაც შენ ასრულებდი ეს შესანიშნავად ალბათ ისეთი რა, ჩემს გარშემო ცოტა გათხოვილი გოგოები და ზოგადად როგორც წარმომედგინა რომ ანუ გარედან აგიღია შენ ისეთი შენ პონჩი ეგა გადასცენარიზმი. კი, როგორ არა. და ის ბუნებრიობა იგზნობა მე რამდენი მინახავს თქვენი შესრულება, ესე წყვილი და ოჯახი და ბავშვები ძალიან მაგრაჯდებოდა მართლა ქართულ რეალობაში. არა მარტო ქართულში შეიძლება ზოგადად, ხო? ხო, შეიძლება. გენატრება ეხა ამ ფილმში კიდე რომ გაგრძელდეს ესე თუ უკვე იმან თავისი როლი შეასრულა და რამე ახალცინად იცი შემოქმედებითად არ ვიცი ხა იქ ხო სცენარზეა დამოკიდებული თორემ მე არ მაქვს ეს როლებზე ესეთი დიდი გართულება მე ნატრება ხალხი ვისთანაც მუშაობდი
მაყურებელს ეწყინება, მაგრამ ხო, ესე ახლა მაინც და მაინც რო გინდათ რომ მთელი ცხოვრება ერთ ეგივე თამაშობ. ახლა არის სერიალები, რაღაცა მე ახლა აი სანტა-ბარბარა ცნობილი, რომელიც რა ვიცი, მე წლები კი არა, აწეულები გრძელდებოდა და კიდე სხვა ბრაზილიური და ვენესუელის რაღაცა მთელი ეპოპეა, რომელიც ადამიანები იბადებიან და პროცესი გენატრება, კი რა თქმა უნდა. და იგივე შეიძლება განახდეს. მოკლედ ჯერ ამე ისეთი ინფორმაცია ხო არ არის გაჟონვითი რაღაცა. არა, არის უამრავი ჭორი, ყოველ ჯერზე, აი მაიკლ ჯექსონი რო ცოცხალია და ჩემი ცოლის დაქალები რო შეიძლება გაგრძელდეს აი დაახლოებით ეგეთი ჭორი სულ არის. კაი, ნინა დედა ანა დედასგან განსხვავდება? კი, განსხვავდება, კი. ანუ ცხოვრობ იმედი მაქვს რომ ნინაზე კარგი დედა ვარ. რა არის ის მთავარი წესი ანა რაც შენ შვილებსაც შენ შვილებს ასწავლი ჯანმრთელობასთან მიმართებაში და საერთოდ ეს თემა არსებობს თუ არა ხა მე ჩემი შვილები დიდები არიან 24 და 22 წლის ბიჭები არიან რა და როცა პატარები იყვნენ ყოველთვის ვთილობდით რომ სპორტი რაღაცა აქტივობები პროპაგანდა რო არა სიგარეტი არ არის კარგი ისე კი არა რომ რაღაცა ტვინი გაგვეხრიდა ბავშვებისთვის მაგრამ ლეიტმოტივად რაღაც მიმბაძველობითი ტაქტიკიდან გამომდინარე რომ მე თვითონაც მიყვარდა სპორტი, რაღაცა ცურვა, ისა ვარჯიში, ჩოგბურთი, რაღაცა გაამართა საერთო ჯამში. თქვენთან რა ხდება? მე აღმოვაჩინე რომ ჩემი შვილები ვარჯიშობენ ერთვენიერ დღეს გაშალეს ეს მატები და 10 წუთი ვორქაუთები ჩართეს YouTube-ზე და ვარჯიშობენ. მე კიდე რაღაც ადრიან ჩელენჯი გაქვთ ახლა საზღვაო 8 და 12 წელი. და მე მივხვდი რომ ეს იმის გავლენაა რომ მე სახლში პილოტეს ვარჯიშობ და ეხლაც ჯიმში აქტიურად დავდივარ და ეს ამის არის და არავინ არ თქვას ის შენი მაგალითი შეიძლება ცოტა გვიან მაგრამ აუცილებლად მოქმედებს. იმიტომ რომ ის ლაიფსტაილი 100 წარმოუდგენია რომ აუცილებლად ნივარჯიშოს. ასევე სარბენ ბილიკი გვაქვს და ჯოჯორი ჩემს გარდა ყველა დარბის. სარეცხი ხო არ არის ზევით გადაფენილი უკვე. არა, ყველა დარბის ჩემს გარდა მართლა იმიტომ რომ მე სხვაგან დავრბი ვარ. სახლის გარეთ კარდიო და ესენი დარბენ და ეს ძალიან მომწონს და თავიდანვე ნაკლებ ცომს ვაჭრე პურს კონკრეტულად ნაკლებ ცომს ხაჭაპურები და რაღაცები ხან და ხან ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოზარდები არიან და რვის მერე არ ჭამენ ახლა ესე არ ჭამო კი არა ვერ აჭმევ არ შივდება და არც უნდება პრინციპული თაობა იზრდება და ეგ თაობა თუ ესე იყო პატარაობიდანვე ხო და რაც ვთხოვე არის ის რომ აი ხო რა მოხდა ხო სიგარეტს ყველა ვეწევ რომ დაიწონ მოწევა რას უზავ მე ვერაფერს ვერ უზავ შემიძლია ვუთხრა მაგრამ მე გადავაგდე მათთვის დასანახად და არ ვეწევი და ვეუბნები რომ ეს ძალიან რთულია თვითონ გიბრაზდებოდნენ რომ ეწეოდი ნერვიულობდა პატარა აივანზე რომ გავდივდი და ვეწეოდი მივხვდი რომ ნერვიულობდა და ამანაც იმოქმედა იმიტომ რომ მარტო მე ვეწეოდი სახლში და ნერვები მეშლებოდა რომ ხან მშობელს ხო იცი რაღაც ასაკია მშობელს ემალები მასწავლებელს ემალები იმას ემალები ეხლა მაინც მომაწევინეთ წესიერად მაგრამ არა მე ხვდები რომ აი ამ მიუხედავად იმისა რომ აი რაღაცა ხო არის ტოქსიკური რა შენ ცხოვრებაში შეიძლება ადამიანი იყოს სამსახური ურთიერთობა ჩემ შემთხვევაში ეს იყო პირდაპირ სიგარეტი და თქვი რა ვიცი კარგად იყავი თუმცა რაღაცები ამართლებს რაღაც უნდა დააჯილდოვო შენი თავი მე მაშინ მანქანაში რომ ჩავჯექი და სიგარეტის ჩემ მანქანაში ისეთ სიგარეტის სუნი იდგა რაღაცა ცუდი პერიოდის მერე რომ ვთქვი რომ აი ეს არ შეიძლება უბრალოდ ამაში მე ვცხოვრობდე აი ამ სუნში მე ეს სუნი ამდიოდეს ბავშვებთან ამ სუნთან ბასოცილ კი ეს სუნი ვიგრძენ ხო როცა ეწევი ხო ვერ გზნობ შენ სიგარეტის სუნს ეხლა საშინლად დაბალი რაღაცის მაჩვენებელი მგონია განსაკუთრებით უსო ბავშვების მოედანზე ეწევიან ბავშვებს რო ასეინებენ მოეწევიან აი ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ხო სუფთა ჰაერზე თითქოს ვარჯიშობენ დადიან და მეც მიქნია ეს განა უბრალოდ როცა არ შვები მე ვხვდები რამდენად კიდე უფრო ის არის რა გულიც ხდება შენ თვითონ როცა გადახარშავ მე მაგას უბრალოდ გულიც ხდება უბრალოდ რომ სხვა რო აკეთებს შენ გულიც ხდება რა რომ იმიტომ რომ იცი რომ შენც ეგრე იყავი გაშეძელი და გინდა რომ ეს კაია ყოჩა დილით აი ამ დილით გამახსენდე ხარ რომ მოვდიოდი შენთან საუბრობთ თავისთავად რაღაცებზე ფიქრობდი და აი გაიხსენეთ დილით რო ადგები ზაფხული ზამთარი მნიშვნელობა არ აქვს და ყავა და სიგარეტი და უცებ აი და ხო დაგსვავს დაგამიწებს და დაბუჟებული საშინელება იყო მე უკვე წელიწადი და 8 თვეა სიგარეტი ხელში არ ამიღია 2 წელია უკვე ალკოჰოლი არც ერთი წვეთი არ მიმიღია ორივე მიმართულება ფანტასტიკურად მუშაობს ჯანმრთელობის ცნობიერების ზოგადი მდგომარეობის ენერგიის თვალსაზრისით ეს არის შესანიშნავი რომ ვისაც არ განუცდია ყოველს ურჩევ ეს განიცადოს რამდენად კარგია რთულია
მაგრამ ძალიან კარგია რა. არა ეგ არის, კარგი, 5 ის პროდუქტი ან თუნდაც 2 პროდუქტი მითხარი, რომელიც შენთან ოჯახში, შენ და შენ მეუღლესთან და შვილებთან ოჯახში კატეგორიულად მაცივარში არასდროს არ არის. გაზიანის ესმელები. ჩემთან მაგალითად მარგარინია ეგ თემა რა. მარგარინის არსებობს საერთოდ არ მაიონეზი მარგარინი, კი ბატონო. არასოდეს არ არის, კი. ერთი რაღაცა კერძი მქონდა, რომელიც მაიონეზს შეიცავდა და აი ისე გავზადო რა ეხა რომ დაინახავენ მაიონეზი მარგარინი, ახლა აღარც ვამბობ. აი ეს ზეხვეული და სოსისი და ესეთი ამბავი. არის ხოლმე ხანდახან ძალიან იშვიათად, მაგრამ არას, კი, არას. ვარდისფერი ხორცი რა. აი არა ჯანსაღი სნექი. ანუ ჩიპსი ეგეთი რაღაცები. ზეთში შემწვარი რაღაცები და შემე. ხო, ზეთში რო დიდხანს იწორი თქვი შენ და ფრისაც ვთილობ რომ სახში აი ფრაიერში ძალიან მარტივია უკვე და იმდენი ფრი აქვს სახში ნაჭაფი რომ უკვე გარეთ ის ფრი აღარ უნდება თქვა. გარეთ უგზავნავ შენ ბავშვებს მაგალითად junk food-ის მიღებას? არა, ყველას გვიყვარს. ნორმირებული. უბრალოდ ხო, სახში, მე თვითონ სახში ის საღეჭირე ზინი იქნებოდა თუ კოკაკოლა თუ გაზიანი, ანუ ყველაფერს ვასინჯებ ნელ-ნელა, იმიტომ რომ საქართველოში კიდევ ამ ქვეყანაში ამ სივრცეში უნდა იცხოვრონ და ეხლა სტერილიზაცია არ გამოვა, ხო. შეიძლება მოიწამლოს სადღაც. თუმცა ჩემი პატარა შვილი, როდესაც მიდის და რაღაცა ბურგერს შეჭამს და მერე ნაყინს დააყოლებს, ყოველთვის დისკომფორტი, ყოველთვის მუცელი თქვა, იმიტომ რომ არ არის ის ამას მიჩვეულ. ნუ არც არის საჭირო მაგას მიეჩვიო. კი, გამოცდილება ორგანიზმმა უნდა მიიღოს გამოცდილების დონეზე, მაგრამ მაგის მიჩვევა ნაკლებ სასარგებლოს მომტანია. კახეთში გაქვთ სახლი თქვენ, როგორც ვიცი, ხო? გიყვართ ბუნებრივია ის ადგილი და უვლით და ეფერებით, ხო? ისიც ბუნებრივია მოგეფერებათ, სოფელია, მიწაა და მოგცემთ თავის პროდუქციას. ან ხარ თუ არა დაკავებული. ჯერ მარტო გვარემონტებინეთ პროდუქციაზე რა. მაგრამ იმედია მოგვეფერებო. მაგრამ გატაცებული ხარ თუ არა იმ სურვილით, რომ იქ მერე შენ მოიპოვო მაგალითად ბოსტნეული, კვერცხი, სოფლის მეურნეობაში, თუნდაც მინიმალურად ანა დაკავდეს რაღაც სოფლური ცხოვრებით რა, რაც ძალიან მაგარია. იცი რა, ხო იცი ის never say never რატომაც არა, ხო? მაგრამ რო გითხრა რომ ხა ქათმებს გავეკიდები კვერცხ ბავშვები ალბათ შეიძლება მოუყვანო. ეს აი არასოდეს არა. მაგრამ პამიდორი, მე მიყვარს გემრიელი ჭამა და მიყვარს როდესაც ხვას ვუმასპინძლები და ძალიან ამისთვის საჭიროა. კი, ამისთვის ჩემს ბოსტანს სიამოვნებით ვიქონიებდი იქ როდესაც ავიდოდი რომ ესტუმრებით მე კარგი ღვინო, კარგი მწვადი, მეტი არ არის საჭირო. ზაფხულში და კარგი კიტრი პამიდორი, ხო? კაი ყველი. კაი ყველი აუცილებლად, შოთის პური იქვე გვაქვს, ყველაფერი იქვე გვაქვს, ასე რომ თუ შეიძლება კიდევ შემოგთავაზებ წყალს, წყალს ბევრს ვსვავთ და ძალიან მიყვარს, კი. ძალიან კარგი წყალი მთის. გაზირებული, მინერალიზებული ბრომატის გარეშე Coca-Cola Bottles Georgia's პროდუქტი მივირთვათ, ვიყოთ ჯამთელები, ასევე პოდკასტის სპონსორი აჰავა ბრენდი წარმოგიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას Osmoters, რომელიც გაერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი და ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. კარგი, ჰარმონიულად სად უფრო გზნობ თავს შენ ქალაქში, სიმშვიდეში, სახლში, თუ ქალაქ გარეთ ან საზღვარგარეთ მოგზაურობისას, სად მშვიდდები ყველაზე ძალიან, სად განიცდი სამყაროსთან, ასე ვთქვათ, ერთობას? მე აქტიური ადამიანი ვარ. დიდხანს მშვიდად ყოფნა არ შემიძლია. თუმცა აი როდესაც ვთქვათ კახეთში ჩავდივარ, ან ვთქვათ აბაშაში როდესაც ჩემს სოფელში ჩავდივარ, იქ აი ეს პორტალს ვეძახი. მგონია რომ პორტალია, იმიტომ რომ ჩერდება ყველაფერი. კი. აი რაღაცა სიმწვანეა, არაფერი არ არის და იქ ჩერდება, უბრალოდ გესმის შენი სუნთქვა, შენი ხმა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ თავს დაუბრუნდე ხოლმე, ძალიან. თუმცა მე ისეთი ანუ ჩემი საქმის კეთება მიყვარს, ცოტა მაზოხისტურია ჩვენი საქმე, როდესაც ისა შენი საქმეც არანაკლი რატომ უნდა მოგინდეს ხო, ამდენი ხანი ასეთ სირთულეებში შეეჭიდო. მაგრამ ჩემთვის რომ მე საერთოდ ვარსებობდე უმნიშვნელოვანესია. შეიძლება ბუნების გარეშე გავძლო, მაგრამ ჩემი პროფესიის გარეშე გამიჭირდება. ანუ ხო, თან ეს და თან ის. ერთმანეთის გარეშე არა. იდეალურია, როდესაც იმუშავებ და ქალაქ გარეთ მიდიხარ შენს ოჯახთან. ხო, თუნდაც შაბათ-კვირას, თუნდაც სიმღამეს, თუნდაც დღე იმუშავე და ამიტომ ახლოს უნდა გქონდეს აუცილებლად, რომ ის მთელი მადლი, ხო, აუცილებლად მიიღო რა. ფიზიკური აქტივობით ხარ თუ არა ყოველდღიურად დაკავებული? რა არის ეს ფიტნესი არის, დარბაზი არის თუ სახლი არის? ახლა დარბაზი არის და პირადი მწვრთნელთან ერთად, იმიტომ რომ ისე უბრალოდ
წყლის ნაყვა არის ჯერჯერობით, მარტო, მე გამოცდილებას თუ მიიღებ, კი ბატონო, და დარბაზი პირველ რიგში. თუმცა რაღაცა ისეთი, ეხლა ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკში უკვე კუნთს უნდა მივხედო, სხეულის ფორმებს კიდე სხვანაირად უნდა რაღაცა გამკრივდეს და აუცილებლად მოქნილობაც უნდა შევინარჩუნო. ამიტომ ვცდილობ, რომ ცოტა რაღაც სტეპ აერობიკაც და წონაც ვაკონტროლო და წონას ვაკონტროლო. მეზიზღება წონის კონტროლი. რატო გაგირბის? კი, ყველა სიგარეტის გადაგდების დროს 2-3 კილო. ნუ 2-3 კილო და მე ვთქვი, რომ თავი პუტკუნა და ჯამრთელი მოვკვდებ. არა, 2-3 კილოგრამი ხა, აი მაგალითად დააგროვეს 2-3 კილოგრამი. რითი ჩამოაგდებ ხოლმე მე? ვარჯიშით, აქტიური ვარჯიშით და რაღაცა ცოტა მის არა ქვე კალორიების დეფიციტი რა. კარგი, დანამატები, ვიტამინები, პროდუქცია, რომელიც კვების მიღმა არსებობს დახლებზე, ხო? ბევრი ადამიანი უკვე მიჯაჭულიც არის აი ამ მიმართულებებზე და სულ რაღაცას ყლაპავენ და ამატებენ და იქ ვიყავი და შემდეგ. შენთან და ოჯახში თქვენთან არის თუ არა ეს დანამატების და რაღაც ნუტრიენტების შევსების ტენდენცია? ისა ისტერიკა ამჭირს ეგეთ რაღაცებს. აი, მანდაც ესე ვარ, ახლა D ვიტამინის ნაკლებობა როგორი რაღაც საყურადღებოა და ამ ეს გასაგებია. მტკიცებით მედიცინას რო ვეხებით ფაქტია. და იქ ეგრეა. აი, რაღაცა ხო არის, არ ვიცი ხა დანამატებში არის ომეგა-3, მაგრამ მე მაქვს უკითხვა, რაზეც, აი, კოლაგენი, ჰიალურონი, რომელიც ისეთი მოლეკულაა, კანიდან არ შედის, როგორი შეიწოვება ორგანიზმში, თქვათ, ხო? რომელი ჯობია და აი, აქაც სულ როგორც ვაქცინა და სულ ორად იყოფა ხოლმე აზრი და ამიტომ ყველაზე ნამდვილი არის რომ იყიდო ისეთი შემადგენლობის ხარისხის რაღაცა ისეთი მოლეკულა თუ კი არსებობს აი უბრალოდ ყველაფერს უნდა შესწავლა რა გამოძიება შესწავლა ხო ჩემო ძვირფასო აი ხო და ზუსტად მაგას აი რომ მოაქვთ ხოლმე პროდუქცია შენ ჯდები და აკეთებ ჩეკაპს ასე ვთქვათ იმისას რასაც არეკლამებ და გითხრობს რომ ვარი რა თქმა უნდა, რა, მე არ ვარ ინფლუენსერი, ეს არის ჩემი ძირითადი პროფესია. ხო, აი და ამის შესაძლებლობა მე მაქვს თქვა უარი, კიდევ უფრო მეტი. ანუ რაც არ მომწონს. ანუ ხო, ძალიან ბევრჯერ მithქვამს. თემატურად არ. ხო, ან ფულად ინტერესია, ან რაღაცაში გინდა რომ შენი თავი დაინახო, თქვა ესე გამოცადო, ან ის რაღაცა გაინტერესებს. თუ ეს არ მაინტერესებს, არც ისე და არც ისე, მაშინ არ მაინტერესებს და ამაზე უარს ვიტყვი და არ მინდა. ამიტომ ის დანამატებით ბუნებრივია, ამაშიც აქედან შევედი. კანის მოვლის საშუალებებზეც, როდესაც ანუ ყველაფერს საკუთარ თავზე ტესტავდა, ზოგჯერ ისეთი რაღაცები ვიცი ხოლმე, რომ რაღაც ჩემს კოლეგებს უტყებო მიცის ეგ დაურეკეთ და მე ჩამო. გატესტილი. კი, და ყველაფერი გატესტილი მაქვს და თან სხვებსაც ვაძლევ, ყველაფერი მაგათაც როზაცია არ მაქვს და თქვათ ვაძლევ სხვას, რომ იმიტომ რომ მაინტერესებს რეალურად რა შედეგი აქვს. მე მგონია რომ ძალიან კარგი წყაროა შეცდომა რა არცი, არასწორით შერჩეული პროდუქცია, რომელშიც კარგავ დროს. კი, დროსაც კარგავ, ფინანსებს თავისთავად და მე უკვე გული გიცრუდება. კი ბატონო. აი ხა რაღაცა მჟავებს რო ისმევენ სახეზე, რაღაცა გიჟებივით და ამიტომ ხო და მე იძულებული გახდა რომ ყველა ვიტამინი ამოიღო, მე ძალიან მიყვარს რეტინოლი, რა ვიცი, ჩვენი. სწორად გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერი პროდუქტი თუ კი ის არის და დამზადებული პატიოსნად და სწორად არის გამოყენებული, თავის საქმეს მოიტანს. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს გამოცდილებას და თუ მედიცინა, მით უმეტეს სამედიცინო გამოცდილებას. კი ბატონო. კარგი, YouTube-ში რა ხდება შენთან? აბა მოგეწონა ეს ამბავი. იცი რა არის? რაღაცნაირად ეს დრო მოიტანა. სულ რაღაცა გინდა ხოლმე სადღაც სივრცე რა სალაპარაკო. თან ერთ სტუდიაში იწერება შენი და ჩვენი. ჩვენი ხო და ეხლა მე ძალიან ისე მომწონს რა ამპლუაშიც ვარ, მე არ ვნერვიულობ კითხვებზე. და იმაზე ხო რაღაც განწყობის შექმნაზე რა. იმიტომ რომ მე ბევრს ლაპარაკობ ხოლმე სხვის ინტერვიუზე და ყველა პოდკასტში უნდა გავიმეორო. ვიღაცამ დამიწერა, იქნებ აცადო თუ სტუმარს ლაპარაკი. გიყვარს, მეც მაქვს ხოლმე. ხო და აი რო არ მალაპარაკებ ჩემ გადაცემაში, მოვედი კოტესთან და ეხლა აქ ვილაპარაკებ, რასაც მინდა. ანუ მოგწონს ეგ ამ. იცი, მივხვდი ამ ბოლო დროს გამოწვევები მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ვღელავ რა კაი სიტყვა. ძალიან ვღელავ ხოლმე ყველა ახალზე, მაგრამ ეს კიდევ რაღაცნაირად თავიდან მაიძულებს რომ მობილიზდე. ეგ მომწონს. სიახლეა, ნებისმიერი სიახლე ჩვენთვის ავარჯიშობს. ჩვენთვის ვარჯიში მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი არ გვიდა, რა მიკითხები ხო რა გაქვს ჩემთან. შენთან? როგორც ექიმთან, როგორც ამ სფეროში მოღვაწესთან. მე აი კითხვები მექნებოდა ზუსტად აი ამ კოლაგენზე და იმაზე, ჰიალურონზე და რაღაცა. ჰიალურონი ჩვენი ორგანული შემადგენელი ნაწილი, ის როგორც კოლაგენი, ხო, ის ჩვენი ორგანიზმი პროდუცირებს, კანი აპროდუცირებს კოლაგენს მაგალითად, ჰიალურონიც ორგანულია ჩვენთვის და გარედან ამის შეტანას არ არის მარტივი. არ არის მარტივი. ხო, ჰიალურონის მჟავა შევყავს ჩვენი ინექციის საშუალებით ყველაზე
ფუნდამენტურად დადასტურებულად შეგვყავს, ეს თავის საქმეს აკეთებს, როგორც შემავსებელი ან დამატენიანებელი, ძირითად შემთხვევებში და კოლაგენს სჭირდება ბიოსტიმულირება, რომ კანმა გამოიმუშაოს ეს. ამისთვისაც ჩვენ შეგვყავს მედიკამენტები კანქვეშ, რომელიც ასტიმულირებს უშუალოდ სტიმულატორები, რომელიც ასტიმულირებს ამ პროცესებს და პროცესის სტიმულაციის შედეგად გამომუშავდება კოლაგენი. გარედან მიღებულ საშუალებებს რაც შეეხება, ისევ და ისევ დავდივართ პერიოდიკაზე, აკუმულირების ეფექტზე, პრეპარატის ხარისხზე, რაოდენობაზე, მიღების და არ მიღების წესჩვეულებებზე, ამ იმდენად რთულია აი ამ ყველაფრის ერთობლიობაში გამოყენება და სწორად დაცვა, რომ მიღებული კოლაგენის მოლეკულებმა რომ მიაღწიონ იქ მანდამაინც აქ სახისგანში და შენ ეს სტრუქტურა გაგიუმჯობესდეს, არსებობს მაგის შანსები, მაგრამ ძალიან ისეთი შედარებით დაბალი. და თუ არ არ ნაოჭებზე და ვთქვათ ძვალსახსროვან სისტემაზე? ძვალ იგივე არის, nutrition რა, რაც შეგვიძლია მივიღოთ, რომელიც ისევ და ისევ ეფუძნება სამედიცინო მტკიცებით მედიცინას და ფაქტებს უნდა მივიღოთ. როცა არის საჭირო, კალციუმი არის საჭირო, მივიღოთ, D ვიტამინი გვაკლია, მივიღოთ და დავაკვირდეთ ივსება, უკეთესად ვარ, გამოვიკვლიოთ, ძვლები გამოვიკვლიოთ, სახსრები გამოვიკვლიოთ, ქალებში მით უმეტეს ოსტეოპოროზის რისკებია მაღალი, კალციუმის დეფიციტის. ამ ყველაფრის მიღება თუ კი შეგვიძლია, მით უმეტეს ისეთი რაც წლებია უკვე ადაპტირებულია მიღების თვალსაზრისით, კი, რატომაც. ხო, მთავარი სწორად შევარჩიეთ. მიღებული კითხვები. წავედით. ესეთი ბლიცი გვაქვს ჩვენ სწრაფი კითხვები და უცებ გამეცი პასუხები. მზად ხარ? კი ბატონო. ყავა თუ ჩაი? ყავა. კატა თუ ზაღლი? ზაღლი. წიგნი თუ ფილმი? ფილმი. ფილმი. კაცად დაწერილი და გაწერილი სცენარი თუ იმპროვიზაცია? იმპროვიზაცია. ზღვა თუ მთა? ზღვა. კეტები თუ მაღალხუსლიანი გაბრანჭული ფეხსაცმელები? მაღალხუსლიანი გაბრანჭული ფეხსაცმელი. ცურვა თუ სირბილი? ანუ ვარჯიშია საუბარი, ანუ ცურვა უფრო მიგიზდა თუ სირბილი? ვარჯიში ცეკვასთან უფრო ასოცირდება და ის უფრო მართავს. ანუ ვარჯიში. სირბილისკენ უფრო გადაიხრებოდი ვიდრე ცურვისკენ. ჩისოდეს გაგზელება თუ ახალი როლი Netflix-ის სერიალში? ახალი როლი მადიში. და Netflix-ის სერიალში. Netflix-ის სერიალში. რატომაც არა, კარგია. ახალი როლი Netflix-ის სერიალში ნინა. არის არ ბაწყვენინოთ. კარგი მოგზაურობა ევროპაში თუ მოგზაურობა ეგზოტიკურ დასავლურ აზიაში, ის აღმოსავლურ აზიაში? ჯეჯებთ ევროპაში. ევროპა. ყინკალი თუ ხაჭაპური? არც ერთი. აბა, წვადი? აბა, ბოსტონური? ოკეი. სცენა თუ კინო გადაღების მოედანი? სასცენო მსახიობობა შენ პრაქტიკაში რამდენად გაქვს ისე რომ აქტიური იყოს კინოსთან? კინო, კვერცხი. ახლა თუ ქათამი ხვალ? რეალისტი ხარ თუ უფრო რომანტიკოსი ხარ? მე საერთოდ არ მგონია რომ პირიქით, მე უფრო პრაქტიკული ხალი ვარ, ასე რომ ხვალ ქათამი. ხვალ ქათამი. ხო, ნუ პრინციპში ის ქათამი კვერცხებსაც კი დადებს მე რამე რო იყოს. ჩაგეთვალა. ძალიან დიდი მადლობა ანა, რომ გვესტუმრე, დრო დაგვითმე. ვისაუბრეთ შენზეც, ჯანმრთელობაზეც, თავის მოვლაზეც, კინოზეც, თავის ყველაფერზე. წარმატებები შენ კარიერაში, ოჯახში, ყველას ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ცალსახად. მოკითხვა ოჯახის წევრებს და მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი გულახთილი, თავისუფალი და ასე, რა ვიცი, ჭეშმარიტი საუბრისათვის, რაც შენს და ჩემს შორის შედგება. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ კარგი სტუმარი ვყავდა, მიხარია რომ ეპიზოდი ჩაიწერა და თქვენს გამოყევით გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოგვეხმარეთ ახალი ეპიზოდების მომზადებაში. მადლობა. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.